დღეს არის 12 იანვარი და თქვენ ახლა ხედავთ გასულ ღამეს თეირანში გადაღებულ მასალას. წარმოუდგენელია, მაგრამ როგორღაც ეს კადრები გარეთ მაინც აღწერს, უკვე 2 კვირაზე მეტია ხალხი გამოდის ქუჩებში, არა მხოლოდ თეირანში, ქვეყნის სხვა ქალაქებსა და პროვინციებში, რეპრესიების, წნეხის, პირდაპირ ხალხის ხოცვის მიუხედავად, იმის მიუხედავად, რომ რეჟიმი ყველა არსებულ ბერკეტს იყენებს პროტესტის ჩასახშობად, პროტესტი გრძელდება და ეს ხალხი ითხოვს რეჟიმის ცვლილებას. რეჟიმის, რომელიც 1979 წლის რევოლუციის შემდეგ მართავს ქვეყანას. და ეს ხალხი ამბობს, რომ ეს არის მათთვის ბოლო ბრძოლა, ეს არის განსხვავებული პროტესტი, რაც კი ყოფილა მანამდე თავისი მასშტაბებით და ბევრი მასალა იყო გასული დღეების განმავლობაში, სადაც ჩანს პირდაპირ დამიცნებით როგორ ესვრიან ხალხს. ძალიან მძიმე კადრები, რომელიც გადაღებულია ერთ-ერთ ჰოსპიტალთან. ეზოში ყავდათ პირდაპირ დასვენებული მხედრები. ამ აქციებზე ასევე ხშირად გაიგებთ რეზა ფეჰლევის სახელს და გვარს, რომელსაც სკანდირებენ შაჰის მემკვიდრის პრინცის, რომელიც არის ამერიკის შეერთებულ შტატებში. თუ შეიცვალა რეჟიმი, დიდი ალბათობით ის იქნება ერთ-ერთი მთავარი კანდიდატი იმის, რომ გახდეს ირანის ლიდერი. ნახოთ, ეს ბევრ რამეზეა დამოკიდებული, პირველ რიგში დამოკიდებული არის იმაზე, თუ რამდენად შეძლებს ხალხი პროტესტის გაგრძელებას და მეორეს მხრივ რამდენად მოხდება მათი მხარდაჭერა გარედან. ეს არის ერთ-ერთი საკვანძო ფაქტორი, რომელზეც ამ ვიდეოში აუცილებლად ვისაუბრებ.